დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძირითადად ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს საქართველოში და ასევე ჩატარებულ არჩევნებს. ეს არის ის ორი მთავარი თემა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვართ აქ და მართავთ შეხვედრებს სხვადასხვა მხარეებთან. და დილიდან გვქონდა ჩვენ არაერთი შეხვედრა, რომლის დროსაც სწორედ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების უმძიმეს დანაშაულებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ნოემბრის შემდეგ და ვისაუბრეთ იმ წამებაზე, არა ადამიანურ მოპყრობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა და მათ შორის ვისაუბრეთ, რომ ეს არის განგრძობადი და დღესაც ადამიანები არიან უკანონოდ ციხეში და ცხადია ერთ-ერთი თემა იყო მზია ამაღლობელი და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. ცხადია ვთქვით, რომ მისი პატიმრობა არის უკანონო და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის შიმშილობს, რაც რა თქმა უნდა დამატებით არის ძალიან სახიფათო მისთვის და ცხადია ჩვენ ვთხოვებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დახმარება, მხარდაჭერა ამ პროცესში და ჩვენი მთავარი მესიჯი იყო, რომ ისინი დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით ამ პროცესში და დაეხმარონ ქართულ ხალხს. ამიტომ ჩვენ მქონდა ეს პატარა მინი აქციაც, სადაც მზია ამაღლობის გათავისუფლება მოვითხოვეთ კიდევ ერთხელ და ყველა შეხვედრაზე ამაზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც და მათ შორის თავად ასე ვთქვათ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზეც გაჟღერდა მზია ამაღლობის საკითხი და ეს არის ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, აი ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დაგვეწია ლავროვის განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოცნებას ყოფნისო გამბედაობა არ გახდეს სათამაშო დასავლეთის ხელში. აი გამოუცხადა მხარდაჭერა ოცნებას ლავროვმა, ორბანმა, ეს არის სულ, ამით შეიძლება შემოვიფარგლოთ, მაშინ როცა აი სადაც თქვენ ხართ ახლა სტრასბურგში, იქ მსჯელობენ, რომ დელეგაციას ქართულს 26 წლის თავზე მისცენ თუ არა უფლება ხმის მიცემის და მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს თუ არა. ამაზეა საუბარი, იქ სადაც თქვენ ხართ, რამდენად მძიმე ფონი დაგხვდათ ადგილზე, რამდენად ესმით სტრასბურგში, რომ ოცნება თავისი ბოლოდროინდელი ნაბიჯებით ძირს უთხრის ყველაფერს, რაც ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიასთან არის კავშირში. დიახ, ნამდვილად აქ რომ ჩამოვედით, ჩვენ ჩამოსვლა და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გეტყვით, რომ მანამდე ცხადია ისინი არიან ინფორმირებულები, იმიტომ რომ ერთის მხრივ საპარლამენტო ასამბლეას მათ შორის ყავდა წარმომადგენლობა არჩევნების დროს და ჩვენ ნახეთ მათი ძალიან კრიტიკული ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე რამდენიმე კვირის წინ მათი წარმომადგენლები იყვნენ ასევე საქართველოში და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ინფორმაცია, უბრალოდ ჩვენ ახლა უფრო ფართე ჯგუფებს შევხვდით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველას მივაწვდინოთ ხმა. და რაც თქვენ ბრძანეთ, სწორედ უფლებამოსილების ცნობის საკითხი ასეთი არასოდეს დამდგარა, ხო? და ეს უკვე არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, იმიტომ რომ ეს მიუთითებს, რომ საქართველოში არ არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არის უმძიმესი მდგომარეობა, რამაც საკითხი დააყენა, ასე ვთქვათ, საქართველოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების. და მე გეტყვით, რომ არავის შემოხვედრია ამ ეტაპამდე ისეთი ვინც იტყვის, რომ ქვეყანაში არ არის პრობლემები, შესაძლოა გადაწყვეტილების დროს სხვადასხვა დისკუსია იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ უნდა შეუწყვიტონ თუ არა, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრი პოზიცია აქვს ყველას, რომ ეს არის ძალიან დაჩქარებული უკუსლა და მათ შორის კიდევ ერთხელ სესიაზევე გაჟღერდა, რომ ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახრილი გზა. და ბერკეტი მინდა ვიკითხო ევროსაბჭოსი მაინც მზიას გათავისუფლების ნაწილში ელით თუ არა რაიმე ტიპის აქტიურობას აქ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტიდან არ ვიცი რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს. ხო, აი ვნახოთ ჩვენ ხვალაც გვაქვს კიდევ შეხვედრები და ვნახოთ რა ბერკეტების და მექანიზმების გამოყენება შეიძლება ამ მიმართულებით, თუმცა იცით რომ საქართველოს ვალდებულია შეასრულოს ხო ევროსაბჭოს ასე ვთქვათ რეკომენდაციები და ესეც მიანიშნებს ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება არ შესრულება როგორი იქნება მათი ნაბიჯები შემდგომში. თუმცა აქვე რომ ბოლო პერიოდში ჩვენ არ გვინახავს ეს რეკომენდაციები შესრულებული, მათ შორის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ ქართული ოცნების მხრიდან რას ველოდოთ არ ვიცით, მაგრამ ერთი მინდა თქვა, რომ როგორც მზია ამაღლობელის, ასევე სხვა დაკავებული ადამიანების უფლებებთან დაკავშირებითაც ვსაუბრობთ აქ და მინდა ყველა მიცოდეს, რომ მაქსიმალურად ყველგან ვაყენებთ მათ საკითხს საქართველოს მოქალაქეების ნაცემი, ნაწამები ადამიანების შესახებ და დღემდე დაკავებულების შესახებ.